საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმეების მონიტორინგის მორიგ შედეგს აქვეყნებს და წერს, რომ სინდისის პატიმრების საქმეების მონიტორინგში 10 პირის მიმართ არასათანადო მოპყრობა იკვეთება. ორგანიზაციის ინფორმაციით ასეთ ფაქტებზე მიუთითეს საბა სხვიტარიძემ, რევაზ კიკნაძემ, ნიკოლოზ კაციამ, ანატოლი გიგაურმა, დავით ხომერიკმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა, არჩილ მუსელიანცმა, ანასტასია ზინოვკინამ და მზია ამაღლობელმა. 10 მათგანი საუბრობს არასათანადო მოპყრობის სხვადასხვა ფორმაზე, რომელიც მათ განიცადეს დაკავებისას, ან დაკავების შემდგომ ტრანსპორტირებისას, ან პოლიციის განყოფილებაში. ჩვენი შეფასებით, მათ მიერ სასამართლო პროცესებზე თუ ისე გაჟღერებული არასათანადო მოპყრობის ისტორიები აკმაყოფილებს სისხლის სამართლის იმ მუხლებს, რომელიც მოიცავს წამებას, არასათანადო მოპყრობას, დამამცირებელ მოპყრობას და აი ამ მუხლების კვალიფიკაციაში შეიძლება ჩდებოდეს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორედ აი ამ მუხლებით მიმდინარეობდეს, რაც ასევე პრობლემაა განსახილველ საქმეებში. იმის გათვალისწინებით, რომ 10 პირი კვლავ ციხეში იმყოფება, საიას შეფასებით კრიტიკულად აუცილებელი ეფექტიანი გამოძიების ჩატარება სწრაფად და სრულყოფილად. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მათი უფლებების დარღვევა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ შეიძლება დარჩეს გაურკვეველი ვადით განგრძობადი გამოძიების ობიექტი, რაც მათივე შეფასებით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ადამიანს დაუცველობის განცდას უჩენს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ დაუმთავრებია გამოძიება არც ერთ ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე და არ გამოულენია პასუხისმგებელი პირები, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს გარკვეულწილად აძლევს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობას, ის რა თქმა უნდა ვერ ჩაანაცვლებს იმას, რომ ისინი სათანადოდ არიან ჩართულნი ეფექტიან გამოძიებაში, რადგან ეფექტიანი გამოძიება ზოგადად 5 კრიტერიუმით ფასდება და ეს 5 კრიტერიუმი ამ შემთხვევაში არ არის სახეზე. კერძოდ გამოძიება ეფექტიანად რომ ჩაითვალოს, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, მისი ადეკვატურობა არის მნიშვნელოვანი, გამოძიების სისწრაფე, საჯაროობა და მასში დაზარალებულების ჩართულობა და აი ამ კომპონენტებს მიმდინარე გამოძიება ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ უნდა უპასუხოს შეკითხვებს და მიაწოდოს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია, თუ რატომ არ აქვთ აქამდე სინდისის 10 პატიმრიდან 9-ს დაზარალებული სტატუსი და როგორია გამოძიების პროგრესი.